მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ამ ბოლო ხანს ძალიან დასაცინო ობიექტად იქცა სიტყვა Deep State-ი, გლობალური ომის პარტია და მსგავსი სახის ჩრდილოვანი ძალები. ამაზე მე ჩემს მეორე ახალი პოდკასტი მაქვს ცელი ჩაწერილი მე და ჩემს მას, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, რომ არა პრორუსული, არა რაღაც რომელიმე პარტიული, არამედ თვითონ დონალდ ტრამპის ოფიციალური მტკიცებულებები, ანუ ოფიციალური სახელი და გვარები, ხსენება, რომ თვით დონალდ ტრამპსაც ჯერა რომ არსებობს Deep State-ი, ანუ ყველაფერს წარმოვადგენ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ეხლა სნაიპერმა რო იქიდან FBI-მ ბახ გააქენოს და ამას აღარ იზამან, იმიტომ რომ თავრობა უკვე შეიცვალა 20-ში ინაუგურაცია. მე თქვენ თავიდან ბოლომდე განახებთ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების მართვასა და სხვადასხვა პროცესებში. მაგრამ სანამ ვიდეოზე გადავალთ, გთხოვთ რომ დალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ასევე Instagram-ზე გამოვყვეთ, ასევე გამოვყვეთ X-ზე, ჩემი მეორე პოდკასტების არხიც გამოიყენოთ და რავი თუ გინდა დონაციაც გააკეთეთ. არხს დაეხმარებით. წარმოგიდგენთ ჩემს გეგმას, რომლის საშუალებითაც გავანადგურებთ Deep States და დავიბრუნებთ დემოკრატიას კორუმპირებული ვაშინგტონისგან. დონალდ ტრამპმა თქვა ესეც სიტყვა გავანადგურებთ Deep States. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე გადაობენ, რომ ჩრდილოვანი ძალები, ის ადამიანები, რომლებიც ამერიკის მმართველობაში მონაწილეობდნენ, ეს რაღაც რუსული ნარატივია, კოცები გაბოლებენ, იქ რაღაც ფიცო გაბოლებს, ორბანი გაბოლებს და რაღაც ხო ხდებით ზღაპრები რეალურად. ან დონალდ ტრამპი ამერიკის ქუდს დააკვირდით, ეს პრორუსულია? არის თუ არა მაგა პრორუსული? არ არის პრორუსული. უბრალოდ საქართველოში იმდენად აქვს ზოგს ტვინი არეული ცრუ პროპაგანდით, რასაც ლიბერალური მედია ეწევა, რომ ესეთ რაღაცებს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ხსნიან და ესე ვთქვათ, რაღაც კლიშეებს ადებენ, ამ ყველაფერს გავაბათილებთ ტრამპთან ერთად. ერთხელ და სამუდამოდ. უპირველესად მე ხელახლა გამოვცემ ჩემს 2020 წლის განკარგულებას, რომელიც პრეზიდენტს მიანიჭებს უფლებამოსილებას გაურკვეველი ტიპის ბიუროკრატები მოაშოროს სახელმწიფო აპარატიდან და მე ამ უფლებას ძალიან აგრესიულად გამოვიყენებ. მეორე, ჩვენ გავასუფთავებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სააგენტოების ოფისებს ყველა კორუმპირებული თანამშრომლისგან. ხო გესმით? აი მეგობრებო, United States Federal Government, ბაიდენის ადმინისტრაცია. სიას ხო ხედავთ კაცო, რამის ხო არ ვიგონებ, ეს არის ოფიციალური X-დან მოწოდებული წყარო. ენტონი ბლინკენიდან, რომელიც არის სახელმწიფო მდივანი, ალეხანდრო მოვარკასი, როჩელ ვალენსკი, ერიკ ლენდერი, ანა ნორბერბერგი, ჯენიფერ კლეინი, ანდის ლევინი, გარი განსლერი, აი თანამდებობებიც წერია, შეხედეთ, ეროვნებებიც წერია და რა ექვემდებარებათ, რა დეპარტამენტი ექვემდებარებათ, ეს არის ერთი. ახლა განახებთ მეორეს, აგერ მეორე. წაიკითხეთ. მარი გარლანდი, ავრილ ჰეინსი, ვიქტორია ნულანდი, ჯეფ ზიანცი, მოკლედ აღარ მესამე სკრინსაც განახებთ, თავიდან ბოლომდე. ეს ადამიანები, ეხლა რა არის Deep State? მარტივად. მეგობრებო, ანუ თქვენ როგორ ახლა იმათ ხო იცით ზურა ჯაფარიძე რო გამოვიდა და ახლა ჩვენ მასონთა სხდომის ლოშას ვესწრებოდით და რაღაც სიმბოლოებითა და რაღაც ბასკები დატარებდნენ ღონისძიებას და რაღაც ანუ აგდებულოთ რო ლაპარაკობენ და Deep State. მეგობრებო, რეალურად რას ნიშნავს Deep State-ი? ანუ ღრმა სახელმწიფო, რომელსაც თურქული ეტიმოლოგიური წარმოშობა აქვს. მეგობრებო, ეს არის ბიუროკრატია, ჩრდილოვანი, რომლებიც ანუ 10, 15, 20, 30 წლის განმავლობაში იმყოფებიან სახელმწიფო სტრუქტურებში. მარტივ მაგალითს მოვიყვან ახლა თქვენ რო გაიგოთ. აი დავუშვათ მე რო ყოფილიყავი, აი დავუშვათ ახლა ვარ 50 წლის. და მე რო ეძიკას დროსაც ყოფილიყავი, სააკაშვილის დროსაც და ბიძინას დროსაც. ნუ რაღაც თანამდებობა რომ მქონეს რა, არ ვიყო მაგალითად რავი. იუსტიციის მინისტრის მოვადგილე. დავუშვათ. ნუ კაი, ეს იუსტიციას ვერ ვიტყვი, კაი, განათლებაში ვიყო, ინდა იუსტიცია სააკაშვილის დრო შემოვიდა. განათლებაში. ანუ მე იმდენ გავლენებს ვაგროვებ, იმდენ კავშირებს, იმდენ ნეტვორკინგს, რომ ანუ მაგალითად ახალი მთავრობა რომ მოვა, იციან იმდენად ავტორიტარული ვარ, რომ მე მეკითხებიან აზრს. მე მაგალითად მყავს მეგობარი, რომელიც მაგალითად თავდაცვაში მუშაობს, ის არის რაღაცი ჭეჭეჭეჭე მოადგილე. რომელსაც ასევე დიდი გავლენები აქვს. ანუ მე მაგ ადამიანთა კიდე მე-4, მე-5, მე-6-ე საერთო ჯამში გამოვდივართ ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც, ანუ მედიისგან დამოუკიდებლად და ხალხისგან, ანუ დემოკრატიული პროცესების მიღება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლებიც ამ ყველაფერზე, ანუ სახელმწიფო სტრუქტურებზე ახდენენ გავლენას. ანუ Deep State-ის ოფიციალური დეფინიცია ის კი არა, რომ რაღაც მასკები მიკეთია და სატანურ რიტუალებს ვატარებ. ნუ ეს შეიძლება ხდება behind the scenes, ანუ სცენის მიღება, მაგრამ მე ანუ სტრუქტურული განმარტება რა არის, ანუ წმინდა პოლიტიკური და როგორც სახელმწიფო სტრუქტურიდან გამომდინარე რო ვისაუბროთ. ეს ადამიანები ახლა მეგობრებო, აწვდიან უკრაინას იარაღს, ისრაელს უწევენ დახმარებას. ამერიკაში, როდესაც ტეხასმა დაიწყო
გახსოვთ ის ამბები რაღაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაო და იქ მიგრანტებსო ჩაუკეტეს, ხო? ანუ ამერიკის შეერთებული შტატებმა ან ბაიდენის ადმინისტრაციამ ნაკლები ყურადღება გაუკეთა, მიაქცია თვითონ ამერიკელებს და მეტ ყურადღებას აქცევდა უკრაინელებსა და ისრაელის მოქალაქეებს. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები იღებენ რეალურად გადაწყვეტილებას. ანუ ტრამპი ვიზეთ საუბრობდა რეალურად deep state-ი რა არის. არიან ეს სახელმწიფო ბიუროკრატები. გავაგრძელოთ. ისეთი დეპარტამენტები და სააგენტოები, რომლებსაც ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ, თლიანად დაიხურება. ისინი ვეღარასდროს შეძლებენ ქრისტიანებისა და კონსერვატორების მიზანში ამოღებას, რასაც მემარცხენეები დიდი ხანია აკეთებდნენ. მესამე, ჩვენ ხელახლა წამოვწევთ Pfizer-ის სასამართლო განხილვებს. აქ საქმე იმდენად ცუდადაა, რომ როგორც ჩანს მოსამართლეებს არც ადარდებთ, რომ მათ პირდაპირ ატყუებენ. ანუ აქ საუბარი რაზეა მეგობრებო, იცით? უკრაინის ომის გარდა მაქამდე ხო ხდებოდა ეს COVID შეთქმულებები, ხო, რომ რეალურად COVID-ი გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანები მიეჩვიათ, რომ სახლში ჩაეკეტა და ეს გამოვიდა და მეორე. Pfizer-მა და სხვადასხვა კომპანიებმა, ანუ რომელმაც ვაქცინები წარმოშეს და ჩვენ გაგვიჩხირეს ჭყალებში, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ მოკოდებით და ლეტალურია. ანუ რეალურად რაზე მიდის აქ ლაპარაკი? იმაზე კი არა რომ ამ ვაქცინით მაგალითად აქჩიპეს. არა, ეს თემა გვერდზე გადავწიოთ. აქ თემა მიდის იმაზე რომ Pfizer-ის კომპანიებმა და სხვადასხვა კომპანიებმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში არიან და ინდუსტრიული სამხედრო ბლოკები და ესე ვთქვა დიდი ფარმაცევტულ კომპანიებს აკონტროლებენ, ამაზე რობერტ კენედი დღეს ვინც ამ ჯანდაცვის სფეროზე, იმის რა ქვია, ჯონ კენედის მიშვილი, რომელიც ღიად საუბრობს ამაზე, ჯო როგანის იმასეც პოდკასტზეც ისაუბრა ამის შესახებ, რომ აქ თემა რაზე მიდის? იცით რომ ეგ კომპანიები თქვენი და ჩემით ფულს აკეთებენ. ანუ მაგალითად აი BlackRock-ი აკეთებს უკრაინაში ომით ფულს. State Street-ი აკეთებს იარაღის გაყიდვით ახლო აღმოსავლეთში ფულს. ასევე სხვა Hexon-ი მაგალითად და სხვები რომელიც საფონდო ბირჟებსა და იმებს ფლობენ, ანუ გლობალურად ანუ ჩაულებრივი კომპანიები, აი Silicon Valley ხო არის კალიფორნიაში. ანუ კალიფორნიის GDP ხო აღემატება ძალიან ბევრი ქვეყნის GDP-ს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, იმდენად ბევრი კომპანია და იმდენად დიდია მათი, ესე ვთქვათ, ყოველწლიური მოგება და ასევე თვითონ Twitch ისა, ანუ იმდენად დიდია მაგათი მეგობრებო, ესე ვთქვათ, ბიუჯეტი, რომ ანუ კითხვები ჩდება ბუნებრივია. კითხვები ჩდება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაში ხარჯავს Bill Gates-ი ფულს, რას აფინანსებს Soros-ი, Elon Musk-ი აგერ, ჩემი თუ არ გჯერათ ეს თუ პრორუსული ნარატივია, გადადით X-ზე, რავი, კვირაში ერთხელ მაინც ახსენებს Soros-ის შვილს. რომ თუ Elon Musk-ი მაგალითად ერევა ამ წუთას გერმანიაში, გერმანიის საარჩევნო პროცესებში, ბრიტანეთის საარჩევნო პროცესებში, მთელი ევროპის ქვეყნებში, Soros-ი კი არ ერევა, პირდაპირ აფინანსებს. თვითონ გაზიარებული ქონა Elon Musk Soros-ის შვილზე, რომ ანუ მაინტერესებს საერთოდ რას ეწევით შენ და მამა შენიო. ეს დაახლოებით 2 თვის წინანდელი პოსტია, რომელიც გააზიარა და ითხოვა კიდევაც ერთ-ერთზე, ესე ვთქვათ, რაღაც საჯარო დისკუსია და ესე ვთქვათ, განსხვავებული ფორმატის შეთავაზა მათთან, რომ მაინტერესებს ბოლო-ბოლო რაში ხარჯავთ ამ ფულს. სხვადასხვა Evilman ბოროტ ადამიანადაც გამოაცხადა ეს Soros-ი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანიო, რომელიც ზულს მთელი კაცობრიობა, ეს იზღება და ბუნებრივია ისეთ დესტრუქციულ პროცესებს აფინანსებს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ უწერია საკუთარ წიგნში. ძალის გამოღვიძება, შეგიძლიათ იყიდოთ და წაიკითხოთ. რომ Soros-ის მიერ იყო დაფინანსებული 2003 წლის რევოლუციური პროცესები საქართველოში. ამიტომ ასე ახ Deep State-ი ეგ არის მეგობრებო. ანუ ნახეთ თემა რა არის, იცით? იმდენად ბევრ კონსპირაციულ სხვა თეორიებს გიქმნიან, რომ თავარ რაც რეალობა იმას გავიწყებენ. ეს CIA-ის მიერ შემოშობილი ტვინის გამორიცხვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამაზე ნასაუბრე მეუქს არაერთხელ. წინამძულებში ყველამ კარგად იცის, რომ აქ უდიდეს კორუფციასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრმა მოსამართლემ ძალიან ბევრი სარჩელი განიხილა და მათ იციან ან უნდა იცოდნენ, რომ მრავალ დანაშაულთან გვაქვს საქმე. მეოთხე, ჩვენ გამოვავლენთ და აღკვეთთ ძალაუფლების გადაჭარბებისა და ბოროტად გამოყენების ყველა შემთხვევას. კაი, გავიხსენოთ კიდევ ესეთი ცნობილი შემთხვევა. ბაიდენის მრჩეველთა ადმინისტრაციაში, ანუ თეთრ სახლში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი თუ არ გჯერათ, ChatGPT-ს შედით და კითხეთ. ბაიდენის ადმინისტრაციის მრჩევლები არიან თუ არა BlackRock-დან? ოფიციალურად, აი კითხეთ, ეხო OpenAI ის ალფაბეტის არის, პირდაპირ შეგიძლიათ კითხოთ. ან მატრიცის მიერ კონტროლირებად ChatGPT-ზე მაქვს საუბარი. სახელ და გვარებს დაგიწერთ, ვინების ამჟამად უბრალოდ ყოფილ წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციის, რომლებიც კურირებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრ სახლს. აბა ეხლა თქვენ მართლა გჭირდებათ ბაიდენი მართავდა ამერიკას? ყოფილი BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი, მრჩევლები, ფინანსური საქმეების დირექტორები და გენი მონაწილეობდნენ ამ სახელმწიფო პროცესებში. ხვდებით? ანუ მათ შორის ზელენსკი და ისინი რა ქვია BlackRock-ის წარმომადგენლები რო შეხვდნენ ფილადელფიაში, სწორედაც საწყობი ანახეს ზელენსკის, რითიც ფინანსდებოდა, ანუ რა ტყვია წამალის უკრაინაში მიდიოდა. ანუ BlackRock-ი
ვიღაც ხაპრები რო ჯერათ რომ რაღაც ამერიკა რაღაც იარაღები დასპონსორებს და რამე ეს ყველაფერი ხდება ვალში მეგობრებო. ზელენსკიმ თავის პოდკასტზეც თქვა ეგეთი რამე რომ ამერიკაში არიან კომპანიებიო რომლებს და ინტერესი არისო რომ არც ნატოს წევრი გავხდეთო და არც მომიმორჩესო. ნუ ეხლა ძალიან დაგვიანებულია ამაზე ფიქრი, მაგრამ ფაქტია რაც მოხდა, ამას პირდაპირ უკავშირდება. ხო, ეს ვირეშმაკობაა ძალიან დიდი. იმიტომ რომ ეხლა შენ თუ მაგდენი რამე არიცი რომ აქ ინტერესი აქამდე არსებობდა, ან ჩლუნგი ხარ ზელენსკის მიმართ ვამბობ ამ ყველაფერს, ან ბოროტი მიზნები გამოწვევ შენ და ამით შენ ფინანსურ სარგებელსაც იღებ. ამ ყველაფერს გავიგებთ. ძალიან მალე. ეს პრაქტიკა ჩვენს ქვეყანას შიგნიდან ანადგურებს. ჩამოვაყალიბებთ სიმართლისა და შერიგების კომისიას, რომელიც Deep State-ის ყველა დოკუმენტის დეკლასიფიცირებას მოახდენს. დეკლასიფიცირებაში ასევე მეგობრებო შედის Deep State-ის, მაგალითად ჯონ კენედის ცნობილი მკვლელობა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. მისი მკვლელობა ხო დალაში როდესაც მოხდა და მისი მკვლელი ელი ჰარვი ოსვალდი ჯეკ რუბი მოკლა და ეს CIA-ის მიერ იყო დაგეგმილი, ეს ტაკერ კარსოთან ისაუბრა რობერტ კენედი, ჯონ კენედის მიშვილმა, რომ ეს ყველაფერი CIA-ის მიერ იყო შეკოწიწებული. მე შორის CIA-ში განახეთ, CIA-ის აღმოსავლელი დირექტორი ვინც არის, ასევე არის Deep State-ის წევრი. ანუ ნახეთ სისტემა როგორ მუშაობს მეგობრებო, ანუ ჯონ კენედი როგორც კი წავიდა 60-იან წლებში აი გლობალური მართლობის ჭრილოვანი ძალების ეს ცნობილი ჩაისის რომ მოაწყეს ხომ ვაშინგტონში და ჩაისმისის თქვა ფესტივალი, სადაც ნუ გადაწყდა ბევრი პროცესები, მათ შორის კარიბის კრიზისი ძალიან ცნობილი, როგორც კი გამოძიებები დაიწყო რომ რაღაც ძალები მონაწილეობენ სახელმწიფო მართლობაში და გენერალიტეტი აიძულებდა კენედის რომ ომი დაეწყო მაშინ და დაებომბათ კუბა. ხო, ამ ყველაფრის წინააღმდეგ რო წასვლა უნდა და იყო პროგრესულად მოაზროვნე დიპლომატი. როგორც კი დაიწყო მის გამოძიება, გაასაღეს კენედი მოკლეს. ეს თემა დღემდე გრიფით საიდუმლოა. აი სწორედ ტრამპი აპირებს ამ იმების გრიფით საიდუმლო მასალების გამოაშკარებას. თქვა, როგორც კი შევალო, არა მარტო მაგას, არამედ ეს UFO-ს ისენი რო იყო, ხო იცით? ფერადი დრონები რო დაფრინავდნენ ნიუ-ჯერსიში, კალიფორნიაში და იმაში. ყველაფერს გავასაჯაროებო მაგ მასალებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ. რათა გამოვლინდეს ამ უკანასკნელის მიერ ცენზურისა და უკანონო თვალთვალის შემთხვევები. მეხუთე ამაზეც გამახსენდა ძალიან საინტერესო მოვლენა 2000 რომელი წელი იყო 16 თუ 17 ან 17 უნივერსიტეტში სწავლობდი მაშინ და მაშინ გახმაურდა ნუ პოლიტმეცნიერებას ვსწავლობდი და ბუნებრივია ეხა მაშინ პირველად ტრამპი მოდიოდა ამას უნივერსიტეტში წინასწარ მეტყოლებდი ვამბობდი მაგას ბევრს არ ეჯერა დამცინო ტრამპი როგორ უნდა გახდეს სოციალისტი გახდა კი არა მეორევად ითირჩევენ ეხა იყო მანდ ესეთი თემა რომ დადგინდა ეს სხვათა შორის იმანაც გამოიწია, ჰაგამაც გამოიწია, რომ ევროკავშირს თვალთვალითა და იმით რა ქვია მოსმენებით ეჭდა ამერიკის შეერთებული შტატების CIA კონკრეტულად. ეს გასაჯაროდა ამის ფაქტები, რაღაც ევროკომისიას გადასცეს გამოძიება და ოფიციალური ბრალდება წაუყენეს ამერიკა თურმე უსმენდა ევროკავშირს. აი ხა როგორც თქვენ მე ვნახეთ იმის მერე და როგორც თქვენ მე გამომიძიეთ, ისევე შემოლდეს თაროზე და აღარავის გამოუძიებიო. რატო? იმიტომ შერჩევითი სამართალია. ევროკავშირი არის ამერიკის პირდაპირ ჩვეულებრივი ვასალი, ესე ვთქვათ, ორგანიზაცია, კოალიცია, მოდი ესე დავარქვათ, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დავალებებს. ისე რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ არსებობდა და არც სამართლებრივი ბერკეტები, თორე აგერ პუტინის მიმართ ჰაგაში აღსრულია საქმე, ნეთანიაჰუს მიმართაც არის აღსრული, მაგრამ ვინ იჭერს ამ პუტინს ან ნეთანიაჰუს? რატო? იმიტომ რომ ბერკეტები არ გაქვს. თორე ეგრე შეიძლება საერთაშორისო ძებნა რავი ჩემზეც გამოცხადდეს ჰაგაში, მაგრამ ეს ავტომატურად დანიშნავს ადგილობრივი იურისპრუდენციითა და სამართლითა და ესე ვთქვათ ამ გადაცემის სხვადასხვა პოლიტიკური ეს ინსტიტუტებით მოხდება შენი ექსტრადიცია, არ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვინც ძლიერია, ის არის მართალი. ეს არის თანამედროვე რეალ პოლიტიკა, არა მარტო თანამედროვე, ამას წერდა მაკიაველი, რავი, როტიშერ კიდევ. მაკიაველზე ცალკე მინდა მაგარი ვიდეო ჩავწერო, რომ რეალურად განახოთ როგორი არის პოლიტიკური ბუნების არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გამახსენეთ კიდევაც კომენტარებში, რომ მაკიაველზე ერთი ძალიან ვრცელი ვიდეო უნდა გადავიღო. გავანადგურებთ მთავრობის საწინააღმდეგოდ მომუშავე მამხილებლებს, რომლებიც მედიას თრუ ინფორმაციას აწვდიან მათი იდეოლოგიური ნარატივების პოპულარიზაციისთვის. ეს ეწინა აი მაგალითად ესეთი რაღაცა ტრამპმა თქვა, ეს იყო მაგალითად ტამპონები, როდესაც შეიტანეს ბიჭების ტუალეტებში ამერიკაში, ეს კანადიდან გადმოაკოპირეს ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ იმისათვის რომ ვისაც კაც ქალი გონიაო, თავიო ის არ დაიჩაქროსა და ვისაც ქალი კაციაო, ტამპონები შეიტანეს ბიჭების საპირფარეშებში. ნუ ამერიკაში აიკრძალა ახლა. და ეს ნარატივები Netflix-ის საშუალებითა და სხვადასხვა მეგა შოუებით, რისი პოპულარიზებაც ხდება და გაყიდვა მარკეტინგულად, ხო? სინამდვილეში ემსახურება კაცობრიობის დასუსტებას, მეგობრებო.
ანუ ნახეთ, ანუ LGBT პროპაგანდას, იმიტომ არ ეწევიან, რომ მათ რეალურად ატარდებთ უმცირესობის უფლებები, არა. ეს არის ვირეშმაკობა რეალურად. და რას ნიშნავს ვირეშმაკობა? რომ LGBT პროპაგანდას იმიტომ ყიდის deep state-ი, რომ მას უნდა შექმნას კარგად მორჩილებადი საზოგადოება. რადგანაც რაც უფრო ტესტოსტერონი დაბლა დაიწევს, მეგობრებო, და რაც უფრო აიწევს მატრიარქატი, რაც უფრო აიწევს მაგალითად ქალის როლი მეტად, რაც უფრო აიწევს სხვადასხვა უმცირესობების როლი, ამით წინააღმდეგობა აღარ იარსებებს. გამიგეთ? ანუ ევროპის დაჩმორება, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ დაიწყო, ნუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განსაკუთრებით, მიზნად ისახავდა იმას, რომ რბილი ძალით, ანუ ეგრეთ წოდებული soft power, აი ჩვენ მაკიაველს რო გავივლით, მან დეტალურად აგიხსნით, ნიშნავდა იმას, რომ მე შენზე არა ტანკით, არა იარაღით, არა ბირთვული ბომბით, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტებითა და NGO-ებით ისეთი სახით შპრიც შემოვიყვანა ვაქცინას რაღაც საწამლავს შენ სხეულში რომ შენ საზოგადოებასა და სოციუმს დააზიანებს რეალურად ხვდებით? ანუ აქედან გამომდინარე ჩემო ძმებო, ეს ყველაფერი იმას კი არ ემსახურება რომ ვიღაც LGBT-ია და LGBT არავის ადარდებს საერთოდ არც deep states. მათ ჭირდებათ ამით ქრისტიანული ტესტოსტერონით სავსე კაცობრიობის განადგურება. მაგიტომ შეყავთ აფრიკელები ევროპაში, მაგიტომ შეყავთ მეტი მუსლიმები, რადგან მათი მართვა, აფრიკული ცივილიზაციის მართვა ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე მებრძოლი ქრისტიანული ჯვაროსნული წინააღმდეგობის. ესაა და ეს. მომდეგება დემოკრატიასა და ამერიკულ ღირებულებებს. კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, არ გამოუვიწყავთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც. მეექვსე, სრულ დამოუკიდებლობას მივანიჭებთ საინსპექციო სამსახურს. მათ მიენიჭებათ უფლებამოსილება დამოუკიდებლად მოახდინონ იმ აღმასრულებელი ორგანოების ზედამხედველობა, რომელთაც ყურირებენ. მეშვიდე, მე თხოვნით მივმართავ კონგრესს დაარსდეს დამოუკიდებელი სააუდიტორო ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ჩვენ სადაზვერვო სამსახურებს. ანუ ეს რეალურად რას ნიშნავს მეგობრებო, იცით? ანუ გენინსპექცია, ხო იცით ტერმინი? ხო არის ინსპექცია. და არსებობს გენინსპექცია. ეხლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ტრამპი რაზეც საუბრობს. ანუ ხო არის მაგალითად ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და მას ხო გააჩინა საკუთარი პროფილები და მიმართულებები, ხო? ერთი დაზვერვა, კონტრდაზვერვა, აგენტების გასარდა, ეს სახელმწიფო აუდიტი, იქ რაღაც ბევრი ბლა ძალიან ბევრი დეპარტამენტი, მით უმეტეს ცენტრალური სადაზვერვო სამსახური. ეს ამბობს რომ თუ აუდიტი დაწესდება, ანუ რას ნიშნავს? ანუ ვართ დაუშვათ ორი პერსონა. ერთი ვარ მე კონტრდაზვერვაში მუშაობ, დაუშვათ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში და ვზვერავ ადგილობრივ აგენტურას, რომელიც უცხოეთიდანაა შემოსული. იმისათვის რომ მე ჩანერგილი აგენტი არ ვიყო უცხოეთიდან, ტრამპს შემოვაქ ესეთი ესე ვთქვათ წინადადება, რომ უნდა არსებობდეს ზედამხედველობის მონიტორინგი. ეს მოსსაც ქონდა სხვათა შორის ისრაელზე ძალიან ძლიერი და ხა მიკურს ამერიკელებმა რატო გადმოიღეს, მოსსაც უფრო ადრე ქონდა ეს ყველაფერი, სხვათა შორის ძალიან დახვეწილი მოდელია. რომ მე თუ არ მენდობიან როგორც კარგ წარჩინებულ მუშაკს ამ შემთხვევაში, ხო, მე მყავს კიდევ ერთი გენინსპექცია, ესე ვთქვათ, რომლებიც მე მან მოუწმებენ. ანუ ხო არ ვარ ორმაგი აგენტი, ხო არ მონაწილეობ მაგალითად სხვა, მაგალითად რუსეთის ინტერესებში ამ შემთხვევაში, ან ჩინეთის ინტერესებს ხო არ ვატარებ. ანუ ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რაც ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ გვეყოლება ზედამხედველობის ორგანო, რომელიც თვითონ CIA-საც გადაამოწმებს. რაც ჩემი აზრით ძალიან ეფექტური იქნება შეერთებული შტატებისთვის ყველა მხრივ. აქ იმის კი არა, რომ უშუალოდ რუსეთი ან ჩინეთი ერევა, არა. აქ ამაო თვითონ კომპანიები ხო არ ახდენენ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ბიუროკრატიაზე გავლენას, სახელმწიფო აპარატებზე ბოდიშით. რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს არ უთვალთვალებენ, რომ რაიმე დეზინფორმაციას არ ავრცელებენ, ან არ უთვალთვალებენ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიას, როგორც ეს მათ ჩვენს წინააღმდეგ გააკეთეს. კი, ამის წინააღმდეგ ის გააკეთეს, რომ ცუკენბერგი ახლა რო გამოვიდა და ტანჯულის განტევების ვაცი აღმოჩნდა, ვაიმე მე მაიძულებდა დემოკრატიული პარტია მიმეღო ის პოლიტიკა და ის ცენზურა, რასაც მე უნდა აქამდე სად იყავი. თუ ამას მასკი არჩევნებამდე აკეთებდა და არჩევანის წინაშე დააყენა, ესე ვთქვა, თავის სიცოცხლე ბევრი რამე, შენ რას აკეთებდი? უბრალოდ ცუკენბერგი ბევრ რაღაცაში ჩმორი აღმოჩნდა უბრალოდ და ეხა ამდენი ცუნამიდან იტიროს. ეხა ყველა ტრაქში უძრობა ტრამპს, ყველა. აკი არა, საქართველოში ჩიგ ევროპელებიც მათ შორის. მერვე, როგორც ჩემი წინა პრეზიდენტობისას, ახლაც გავაგრძელებ ბიუროკრატიის დეცენტრალიზაციას და ვაშინგტონის წუმპიდან ბიუროკრატიის სხვადასხვა ქალაქებში გადატანას. აჰა. ესა სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმწიფო სამსახურის გადატანა შეიძლება ვაშინგტონიდან სხვა ადგილებშიც, სადაც ადგილობრივი პატრიოტი ადამიანები დასაქმდებიან. მაგალითად ფილადელფია, მან მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი. შესაძლებელია მანდაც გადატანა. ან შეიძლება ტექსასში გადავიტანოთ რომელიმე დეპარტამენტი ამას ამბობს, ან შეიძლება ჩიკაგოში მაგალითად, ხო, რომ ამით დეცენტრალიზაცია ნიშნავს, მეგობრებო, რომ ანუ ვაშინგტონი როგორც
სამთავრობო შტატი და ქალაქი გახდეს დეცენტრალიზირებული, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტები გადანაწილდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რომ ერთმანეთს შორის ეს კავშირები, რაც შეიძლება, ესე ვთქვათ, გაიშალოს და რაც შეიძლება ერთმანეთთან არადამაკავშირებელი იყოს, იმიტომ რომ თუ ცენტრალიზირებული არის ხელისუფლება კონკრეტული მაგალითად რომელიმე კომპანიის მიერ, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად მე თუ მოვდივარ მთავრობაში და ჩემი მრჩეველი არის BlackRock-ის წარმომადგენელი, ნიშნავს, რომ ჯანდაცვაშიც BlackRock-ის კაცი მეყოლება, სპორტშიც იმაში BlackRock-ის წარმომადგენელი მეყოლება და ყველა სფეროში და ამას საუბრობს ახლა ტრამპი, რომ მაგას დეცენტრალიზაციას მოახდენ მაგის. რომელთაც ამერიკა უყვართ. მაგრამ ეხა რეალურად ტრამპის პოლიტიკა ეხა აწვება Make America Great Again, რაც მე მოწერია, მაგრამ სხვადასხვა მე ხო ვისაუბრე მაგ თემაზე, ხო გრენლანდია, კანადა, პანამის არხი და მექსიკაში არსებული კარტელები, ხო რის წინააღმდეგაც ააგორეს უკვე ეს ინაუგურაციამდე არსებული პერიოდი, ნიშნავს, რომ ამერიკა ტერიტორიულადაც უნდა გახდეს იმპერიალისტური უფრო მეტად და უნდა გახდეს იდეაში დედამიწაზე ყველაზე დიდი სახელმწიფო. რეალურად ამაზე თქვით, გრენლანდიაში ხა ძალიან გაიზარდა. იმის მერე რაც მე ვიდეო ჩავწერე, ორი ვიდეოს წინ, ხო, რაღაც ორი კვირის წინ ჩავწერე მე მგონი მაგაზე ვიდეო. გაიზარდა მეგობრებო იმის ესე ვთქვათ აგიტაციები გრენლანდიაში, რომ ამერიკასთან უფრო გვინდა ვიდრე დანიასთან, რომ ამერიკის უსაფრთხოება უფრო მაგარია და ამერიკის ცხოვრება ვიდრე დანია. იქაც ხო იცით მე ხუთე კოლონა ყველგან შედის, ღენჩევები აქ შემოყავს ამერიკას და ეხა იქ ვერ შეიყვანს გეხვეწებით. მეცხრე, მე ვიმუშავებ იმისათვის, რათა აღკვეთო ფედერალური ბიუროკრატების მიერ კერძო კომპანიების რეგულირება. ასეთი ბიუროკრატები ხელსაყრელ პირობებს უქმნიან კერძო კომპანიებს და შემდეგ იქმნიან სამუშაოდ. ეხა ეს რას ნიშნავს? აი მოდი კაი მაგალითი მოვიყვანოთ. მე მინდა ყველა საერთოდ სიმარტივი არის მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ტერმინები ხარ ზოგს არის მოდეთ არ გქონდეთ ეხა ამ თემაზე განათლება უბრალოდ და მე მიყვარს ყოველთვის რომ ყოველთვის კარგად გითარგმნით, კაი გაგებით, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგები იყოს, რომ მარტივად ესე დავაგროვე მე გამომწერები, რომ მე ვცდილობ რთული ენები მაქსიმალურად გავამარტივოთ თქვენთვის და ყველასთვის, რომ აი მე ჩემთვის მაგალითად აი ძალიან უხერხულია, როდესაც ანუ რაღაცე კომპლექსური და პოლიტიკური ტერმინებით ესაუბრები. მე თუ რამე ტერმინს ვახსენებ, იმის დეფინიციასაც ეგრე ვაკეთებ, რომ უხერხულად არ ვიგზნოთ თავი და ერთმანეთს არ დავშორდეთ. ეხლა რაც ამან იგულისხმა, ხო? მეგობრებო, რას ნიშნავს ეს? ეს ანიშნული პოინტია და საქართველოშიც მივესალმები თუ ეს გატარდება. ანუ მაგალითად მე თუ მთავრობაში მოვედი, დაუშვათ მე მოვედი მთავრობაში, ხო? და ვარ მაგალითად პრემიერ-მინისტრი. ეხლა უყურეთ რა ხდება. მე თუ მყავს ახლობელი ვიღაცა, რომელიც მაგალითად სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, ან რომელიმე შეპესე აქვს მაგალითად, ან რავი ინდბეც არმია. ეხლა რა ვაცხადებ ტენდერს, ну ეს პრობლემა საქართველოშიც არის, ეს ყველა მოიცით, ამაზე არც ერთი მხარე არ თავობთ. მოვაგებინებ ჩემსას, ჩემ ახლობელს. ეს რასაც ახლა ამობს ტრამპი, ნიშნავს რომ მე მეყოლება აუდიტი, რომელიც გადაამოწმებს ამ ყველაფერს. ანუ იმით კი არ განსასწრობი, ვინ ჩემი ძმაკაცია, ვინ ჩემი მეგობარი, ვინ ჩემი ნათესავი, ვინ ჩემი საყვარელი ან შეყვარებული, არა. არამედ ვინ არის საქმის გამკეთებელი რეალურად, ვინ აკეთებს, ვის აქვს მაგალი კოეფიციენტი, რომ ეს კომპანია, როდესაც აიღებს პროექტს, თავიდან ბოლომდე მიყვანს ბოლომდე, ხო? ეს ძალიან რაციონალურია, ასეც უნდა იყოს. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში თუ ჩემი ძმა ძალიან მაგარი არქიტექტორია სიტყვაზე, ხო? პრობლემა არ არის გადამიმოწმონ, რადგან მე მის პროფესიონალიზმს ვენდობი და არა, იმიტომ კი არ ავიყვარ ამ საქმეში, რომ ის უბრალოდ ჩემი ძმა, არა, იმიტომ რომ ის პროფესიონალია. ეს სხვა რაღაცა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკურენცია და ეს ქართულ ჯიგრულ პონჩი ბევრ რაღაცას თუ აღამოფხრით, როგორც ამას ამერიკაში შელიჩობენ. ბევრად უკეთეს მომავალ შევქმნით და ყოველთვის საინტერესო იქნება მე ცხოვრება. ასე დემოკრატიული სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს. ამის ნათელი მაგალითია დიდი ფარმაცევტული ბიზნესი. აი ზუსტად, აი როგორც Umbrella, ხო, Resident Evil ხო იცით მეგობრებო. აი Resident Evil-ში როგორც არის, ხო იცით ფარმადებული კომპანია ეს Umbrella, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს აბსოლუტურად, ანუ რეალურად ვირუსიც ამის გავრცელებულია და ვაქცინას ამის შექმნილია. ანუ ამ Umbrella-ს ფილმში თამაშიც და ყველგან აქვს უზარმაზარი გავლენა მსოფლიოში, არა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რომელსაც აქტიურად აპოკალიფსამდე მიიყვანა მეგობრებო სამყარო. ეხლა ეს თამაშებში რაღაც გლიჩები ვით რო არის და რაღაც მაგალითად ისტერეგები ვით ხო, რეალურად ძალიან საინტერესო ნარატივებს გვაწვდის, რომ ჩვენ თუ გავზარდეთ და რეგულაციები არ დაუწესეთ კომპანიებს, ისინი თავზე ისე გადაისხოვენ, რომ ხვალზე გაგიკონტროლებენ ყველაფერს აბსოლუტურად. ანუ environment, ანუ გარემოს შეგიცვლიან ელემენტარული, წყალს მოგიწამლავენ, ჰაერს მოგიწამლავენ, დაგაინფიცირებენ ან რაღაც. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის სატოვე მხრობ იცით პროტექციონიზმსა და რეალიზმზე დაფუძნებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სახელმწიფოს თუ არ აქვს გავლენა კერძო ინსტიტუტებზე და კერძო კომპანიებზე, ამ შემთხვევაში მე შეიძლება ისეთი საფრთხე უცხოეთიდან შემოვეპაროს, რაც ჩემი ქვეყანა კრიზისამდე ან უფრო შორს და უფრო უარესი, ანუ ლეტალურ
ნორმალურ მდგომარეობამდე მიიყვანეს. იქიდან გამომდინარე რომ მე ყოფის აღმოფხრა მინდა, შესაბამისად მე უნდა ფლობდე ამ მაგალითად ამ ინსტიტუტებს, ამ დაცვის მექანიზმები და პრევენციის საშუალებები უნდა მქონდეს, რომ აღმოფხრა ეს ყველაფერი მაგალითად. აი მოვიყვანოთ, მაგ განათლების სისტემაში ესეთი რაღაც რომ არ მინდა იყოს, უბრალოდ ცენტრალიზირებული რატომ მინდა იყოს განათლება. განათლება იმიტომ უნდა იყოს ცენტრალიზირებული, რომ ჩემი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხში თვითშეგნების ამაღლებას, პროფესიული კადრების გადამზადებას, ელემენტარული განათლების მიწესებას, რომელიც მარტო პიროვნულად კი არ აძლიერებს ადამიანს, აი ვიღაცები რომ ამოყვებენ კემბრიჯში და მომთარი ოქსფორდი არამედ მეგობრებო, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები და იდეოლოგია იყოს სწორად გატანებული ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვი თუ არ იზრდება მეგობრებო სახელმწიფო სიყვარულით და სახელმწიფო თავის ცოდნას რო იღებს მაგალითად, ვიღაცა კარგი ეკონომისტია, ვიღაცა კაი მოსამართლეა, ვიღაცა კარგი ექიმია, ხო? ეს ყველაფერი ქვეყანას უნდა ხმარდებოდეს. ანუ მე იმიტომ ვემხრობი მე მარჯვენა ნაციონალისტურ მართლობას, რომ შემთხვევაში აღარ გავაქცელებ ხა კონკრეტულად კონსერვატიზმი, ნეოკონსერვატიზმი, ნეოკონი თუ რაც არის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ყველაფერი უნდა ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს გარშემო. ანუ სახელმწიფოზე მეტი ბერკეტი უნდა ქონდეს, რომ არ აბლატაოს ეს კომპანიები. მაგალითად თურქეთიდან არ შემომიყვანოს ვიღაც მილიონერი და არ გამიხსნას 5 კერძო სკოლა, რომელიც მაგალითად ისეთ იდეოლოგიაზე გასდის ადამიანს, რომელიც ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დამიპირისპირებს. მეხუთე კოლონა სწორედ ეს არის. სააკაშვილი კამარათი, ბოდიშით სოროსი ამ კამარას ახალგაზრდობი დაკეთებდა იგივეს. დღეს ფრანკლინის კლუბები და ეგენი რო არსებობენ, ანუ მათი მიზანი, მეგობრებო, არის მეხუთე კოლონის გაზრდა ქვეყანაში. ახალგაზრდებზე ცრუ დეზინფორმაციის მოხვევა, რომელიც შენ დაგიპირისპირდება ისევ. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, მე უნდა მომცე შენი ხელოვლებები, რომ მე გაგიკონტროლო სახელმწიფო ინსტიტუტებით მათი, ესე ვთქვათ, პარპაში ამ ქვეყანაში. მარტივად რომ ვთქვათ. რავი, მგონი კარგად ახსენე ყველაფერი. და ბოლოს, მე შევეცდები კონსტიტუციაში შევიტანო ცვლილება, რომელიც კონგრესმენების არჩევნებში მონაწილეობის ლიმიტს მოხსნის. ასე ვაპირებ მე Deep State-ის განადგურებას და ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რომელსაც რეალურად ხალხი მართავს ხალხისვე სასიკეთოდ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ანუ მეგობრებო, ნახეთ რასთან გვაქვს საქმე. აგერ 26 წუთია ვიდა მიმდინარეობს, ფაქტები დაგიდე თავიდან ბოლომდე. სახელი გვარები, ტრამპი რომ ამას რსია, დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციას რომ კაცო, კი არ ჯერათან არ ჯერათ, იციან რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურებში ესეთი კოდალები და ესეთი ვირთხები, რომლებიც ამ ყველაფერს ეს თქვა დაზიანებენ არა მარტო სოფლიოს თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ანუ იდეაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ხა ბლეფი რა არის რეალურად, ისი ბლეფს რასაც გვაჭმევენ, ანუ გვიქვია ბევრ კონსპირაციულ თეორიას რომ ეს მეინსტრიმი გადაგვიფარონ. ამიტომ იმის კი უნდა გჯერათ რომ ვიღაცები რაღაც სატანისტების კუნძულებზე იკრიფებენ. შეიძლება ეს კაცო Deep State-ზე მიღმაც ხდება. ამის ბილბერბორთა კლუბი, იქ რა ქვია, მორგანები, ძალიან როჩილდები, ძალიან ბევრი სხვა ოჯახებიც არსებობენ, კაცო. უშუალო Deep State არის სახელმწიფოში არსებული ღრმა ხელები, რომლებსაც მიუწვდება ყველა სახელმწიფო აპარატს. მე თქვენ დასაწყისში ძალიან კარგად აგიხსენეთ. ეს არის ფაქტი. ამ ყველაფერს ჯერ ამერიკას, ამიტომ ეს არა რუსული ნარატივი, როგორცაც შიგ ევროპელები აღხურთავებენ. ან შიგ ევროპელების ტვინში ვერ რეგისტრირდება ის ფაქტი, რომ ადამიანი არის მანკიერი არსება, რომელსაც მანკიერი მიზნები გააჩნიათ. მაკიაველიზმი რეალურად ეგ არის, რომ შენ ყოველთვის უნდა გადაამოწმო ვიღაც მათ შორის შენიანი. შენ თუ არ გადაამოწმებ, მეგობრებო, საფრთხის წინაშე შენი უსაფრთხოება დგება. სახელმწიფო რახან არ დიდი ოჯახი, ჩვენ მეტი ბერკეტი გვჭირდება, რათა ვამოწმოთ ერთმანეთი და ამით ნორმალური ცივილური გარემო შევქონათ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები გაიზარდნონ. ესაა ჩემი რეალური მოტივი, რისთვისაც ვბრძოლობ, რომ გავიმორჩო ამ ბრძოლაში. ეშმაკის თავი, მეგობრებო, ანუ ზაღლის თავი, პირდაპირ თქვენ წინ არის დამარხული. ამ ყველაფერს უბრალოდ კარგად თვალების ესე ვთქვათ, გამობანა ჭირდება, თვალების კარგად გახელა და თქვენ ყველაფერს დაინახავთ. ნუ გონიათ ისეთი მარტივი ადამიანები, რომ მართლა ბაიდენები, კამალა ჰარისები და ეგენი მართავდნენ, არა მეგობრებო. სადაც დიდი ფულია, იქ ძალიან დიდი ინტერესებია და რეალურად ისეთი ადამიანები მონაწილეობენ ამ ყველაფრის მართვაში, რომლის შესახებ არც სახელი გაგიგიათ, არც გვარი, არც საქმიანობა. ისინი ძალიან ჩვეულებრივი მანქანებით მოძრაობენ, განსხვავებით არაბის შეიხისა და რომელიმე ტრილიონერებისგან, რომლებიც ყოველთვის ფლექსაობენ და ამით იქცევენ თქვენ ყურადღებას. არა მეგობრებო, ეგენი ეგეთი დებილები არ არიან. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი არ იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. იმისათვის, როგორც მაგალითად ერთ შესანიშნავ ფილმშია ნათქვამი. ეს არის Usual Suspects, ეჭვმიტანელები. რომ ეშმაკის ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ მან სოფლიო დააჯერა იმაში, რომ ის არ არსებობს. და შემდგომ ის უბრალოდ ქრება.